20 მილიონად ერიკ აბიდალი. შვენიერი. ან რა, ძალიან. 20 მილიონად ერიკ აბიდალი. 20 მილიონი უფასო მიეცი. ან 10 მილიონად. ან 10 მილიონად. 10 მილიონად. ეს არის ამ თამაშის ნაწილია, რასიზავ. ამ თამაშის ნაწილია. ხან უფრო ძვირად, ხან უფრო იაფ. შენ აუქციონებზე არა ხან აყოფ შეიძლება ძალიან ბანძი რაღაც ძალიან ძვირად. შენ მალევიჩი შავი კვადრატი. ჩემი მოგება ამაში არის. ორი კაპიკი ამაში მჩება, რომ იქ ძვირად მე უცებ აგერ. არა ვინ deep state-ი გქოს მაგაში ფულს. აუ მე ვადავე ბიბიჭო. რა დავა კამბექი ბიჭო. მოგესალმებით მეგობრებო. სეტი აუქციონის მორიგი ეპიზოდი, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ბარსა რეალის დაპირისპირებას ელ კლასიკოს შეეხება. როგორც ყოველთვის, ჩვენს მონაწილეებს კვლავ გექნებათ მილიარდი დოლარი და თქვენ ამ ორი კლუბიდან საუკეთესო გუნდი უნდა დააყენოთ. წესები მარტივია. დიახ. რო წავიდე ჩემი ტელევიზია გავხსნა შეიძლება? სამწუხაროდ ეგ შესაძლებელი არ არის. არა, გუნდი უნდა გავაკეთო 20-ად. გუნდი უნდა გააკეთოთ სამწუხაროდ. მეც აქ არ ვიქნებოდი, მე თვითონ წავიღებდი ამ 3 მილიარდს და არ მომიწევდა ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ რას ვიზავთ. წესები მარტივია. არ შეგიძლიათ რომ ფეხბურთელი გამოტოვოთ, ანუ ფეხბურთელი რომელსაც არც ერთი არ აირჩევთ, წინა ვისი არჩევაც იყო, შემდეგ მოთამაშე შეხვდება. 4-3-3 ტაქტიკით თამაშობთ, ეს სამი ერთი ჩამშრალი ნახევარმცველი. კი, ჩამშრალი ნახევარმცველი, რომელსაც ცალკე გამოვიტან და ორი ნახევარმცველი ცენტრალური, რომელიც თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დააკომპლექტოთ. ყველა ფეხბურთელი ერთი რამე რო გაითვალისწინოთ, ყველა ფეხბურთელი იქნება ისეთი, რომელიც დღეს ბარსაში და რეალში აღარ თამაშობენ, იმიტომ რომ ამ ფეხბურთელების დამატებით დაუჯერებელი გუნდი გამოდიოდა და საერთოდ არ მინდა ეგეთი რო იყოს. და დანარჩენი ეგ არის. ერთადერთი თუ მილიარდში ვერ ჩაეტევით, ყველაზე ცუდი მოთამაშეები, რომლებიც ამ გუნდის მაისურით ოდესმე გამოსულან მოედანზე, თქვენს კლუბში აღმოჩნდებიან. ვინმე არის ვინც აუცილებლად გინდათ გუნდში? მე მინდა რობერტო კარლოსი უეჭველი. ესე? კაი, მე კრისტიან რონალდო და აღარ ვიკამათოთ მაშინ დავჰაკოთ თამაში და გადავიდეთ. მე უნდა გაგიზარდო დაგიწმო მესში გასო გააჩინე შენ. ვინ ხართ თქვენ მესი 20 მილიონი. თუ ვინმე არ იცის, დადო ბაციკაძე. ვახო ბოლოთაშვილი და ლუკა მილორავა. ლუკა მეორეჯერ არის აუქციონზე და ყოველთვის უწევს ერთი და იგივე სახელის მქონე ადამიანთან თამაში. წინაზე იყო და სამ გიორგისთან ეხა ერთად იყო, ეხა ორ ვახოსთან ესეთი ერთად. ორიგინალური სახელი მქონია და ტატოც ხო მეორე გალური. მე მეორე. რატო მეორე არის, მაგრამ ტატოს სახელში მრავალფეროვნება იყო. ამ პირველად ვარ. კი ბატონო. დავიწყოთ მეგობრებო. პირველი ფეხბურთელი, რომელსაც შემოგთავაზებთ, არის მარჯვენა ნახევარმცველი. ან შემტევი, ან ფორვარდი. მარჯვენა, ხო. 4-3-3-ში ფორვარდი. 4-3-3 მესი. ოკეი. მოდი მესით დავიწყოთ, რომ ოპირაპირ მესით იწე. დავიწყოთ მესით, რომ დახოთ ერთი რამდენი ფული დაგჭებათ ამ ყველაფერს. 120. საწყისი ფასი 100 მილიონი, რომელიც უკვე 120 მილიონი არის. 125. 125 მილიონი მესი. მე არ გავუსწრე 10 მილიონი დღესაც არ ვაფიქრე. 150. 150 მილიონი მესი. 155. 155 მილიონი მესი. 155 მილიონი მესი. 160. 165 მილიონი მესი. 170. მესი 170 მილიონი, არ არის ცუდი. 180. ლოგიკურია. 210. 210 მილიონი მესი. 220 არის გაყიდული იამალი. 220. 230-ად 240. 240-ად ნამდვილად არავინ მახსენდება. 250. 250 მეოთხედი თქვენი ბიუჯეტის. 255. 255 მესი. 260 მილიონი მესი. 270. 200 კიდევ ერთხელ სანამ ჩამ იმას ვიზამ პამს და ასე შემდეგ შეგახსენებთ იმას რომ ფული თუ არ გეყოფათ თქვენ გუნდში შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთი ფეხბურთელები როგორც არის პავონი 280. მე თუ არ დავჩება დრენტე მოახვედრა ჩემთან. ვერა გაშეგბირდები აი დრენტა და მესი ერთად იყოს რა პრობლემაა ვერ ხვდები. ო, მაგას 285. 225 300. 300 მილიონი მესი 305. 305 მილიონი მესი შენ რას გაგიკეთებ იცი? რონალდოზეც აგაწევინე მეგრე ფას. ხო დრო გითხრა რომ რონალდო მესიზე ნაკლები ხო არ ღირს თქო და რონალდო შენ შეგტენი ამას მესის და მე კაშე შენ ხო რობერტო კარლოსი გიდე. აუ და შენ რობერტო კარლოსი ამიწევ? ოკეი. 305 1 310. 310 მილიონი მესი 315. 315 მილიონი მესი მეგობრებო ანუ არ ვიცი ძალიან გაგიქცა. ბიჭო, ესია რა. 1 მაგრამ დაუთმობ. 2 და 3 ლიონელ მესი შეხვდა. შემხვდა ძალიან ხმამაღალი ნაცვლად
15 მილიონი, ხო? ხო, არის 240 იყო იამალში გადახდილი, ხო? არა, უშავს გადავიხდი. დანარჩენი დრენტე დადგეს მესის გვერდზე. პრობლემაა? ანუ არანაირი ჩემი აზრით პრობლემა მე იქნება. მგონი სუდრენტეები მოგიწევს გვერდზე. ლასანა დიარა, დრენტე, ადებაიორი, ეგეთები მოგიწევს. კარგი, ეხლა ცოტა ტემპერატურას დავაგზავნებ, რომ კრისტიანო რონალდოს ეგრევე არ შემოვიტან. და მოდი იყოს, მეგობრებო, პირველ ცენტრალურ მცველ შემოგთავაზებთ, ოპა. რომელიც არის სერხიო რამოსი და რომლის საწყისი ფასიც არის 80 მილიონი. 100 მილიონი სერხიო რამოსი. უეჭველი. 100 მილიონი სერხიო რამოსი, 105. 105 მილიონი სერხიო რამოსი. 120. 120 მილიონი სერხიო რამოსი. 120 მილიონი სერხიო რამოსი. 121, 120, 2, 125 მილიონი. 125, ესე იაფადაც არ წავიდა სერხიო რამოსი. ლუკა, შენ მორჩი ვარ. 135. 135 მილიონი სერხიო რამოსი. 135, 1, 2 და 3. აი, რამოსზე მაგარი ვინ ამოგივიდეს დაცვაში. არის. შეტევაშიც არის რამოსი დაცვაში არის. რამდენი იყიდა? 135. კაია. მესის ნახევარზე ნაკლებ ბაზად ვიყიდე რამოსი. ძაღლი ყოფილი. ეგრეც არ უნდა იყოს? ხო, კი ბატონო, რა თქმა უნდა. ანუ მეკარე. იკერ კასილასი. საწყისი ფასი 60 მილიონი. 60 მილიონი იხდის. დატო? 65. 65. 70. 90. 90. 95 მილიონი. აი, 100 და 110 მილიონი იკერ კასილასი. 110, 1, 110, 2, 113. კასილასი წავიდა ვახოს გუნდში. ვინმე პინტომ ხდება, მე თუ რა ვინდა ჩემი. ნატო კურტუა? კურტუა დღეს რეალში. უი, მოქმედებაში. ისა რა ქვია, ჩილელი რო იყო კაცო. ბრავო. ხო. ხო, იქიდან ბრავო, აქედან კოსტარიკელი რა ერქვა. ნავასი. ბევრია. ცენტრალური ნახევარმცველი ჩამშრელი არა. ცენტრალური ნახევარმცველი და პირველი ვისაც გამოვიყვან არის კროსი, ტონი კროსი 80 მილიონად. შეგახსენებთ ერთ რამეს, რომ 80 მილიონს რო ვამბობ კროსი, ამაზე ძვირიან ფეხბურთელს აღარ შემოვიყვან. ოღონდ შესაძლოა იყოს იგივე ფასად სხვა ფეხბურთელები. აუ წინ ინიესტა ჩავიდა ყველა არის, ხო? ასევე შეგახსენებთ ერთ რამეს, რომ თქვენ თავში ყველა ვარსკვლავი რომელიც წარმოგიდგენიათ, შესაძლებელია, არ გეუბნებით რომ აუცილებლად კი, მაგრამ შესაძლებელია ვიღაცები არ იყვნენ აქ საერთოდ. ტონი კროსი 80. 85. ტონი კროსი 85. 90 ტონი კროსი. 90 მილიონი ტონი კროსი. 1, 2, 3. 90 მილიონად ტონი კროსი? რა ვიცი, საჩუქარია ჩემი აზრით. რა ვიცი. 90. გაიცნო ვიღა პოზიციაზე ყავს თავიანა. კროსი საჩუქარია. მე მაინც ესე ვიტყვი. ნუ იქ ხო ჩაბი ალონსოც ვიღაცა არის. ფორვარდი. უკაცრავად კროსი თავი დროზე საჩუქარი იყო მადრიდის გამო და ბაიერნიდან ზოგადად საჩუქარი. მოდი ფორვარდი, პირველი ფორვარდი, რომელსაც გამოვიყვან, იყოს კარიმ ბენზემა. საწყისი ფასი 80 მილიონი. 90. 90 მილიონი კარიმ ბენზემა. 95. 95 მილიონი კარიმ ბენზემა. მესი შემდეგ გადაიხადა ლუკასი? 315. ამ მომენტში ფული 910 აქვს სტატოს, 755 აქვს ვახოს და 685 მე მგონი 95? ვიცი შენ მარტო მესი იყიდე? ერთი ფეხბურთელი ყავს, მაგრამ შენც ერთი ყავს, ხო? ხო. შენ იყიდე კასილასი რამოს, ხო? 755 მილიონი და 95-ზე ხარ? ვარ? 95, ერთი ბენზემა. 95. 100 მილიონი ბენზემა. ჯიშამდე გადაიხადა დროს. ვახოს აქ 755. რამოსში 135 გადაიხადა და კასილაში 100. ოკეი. რამდენი თქვი ბოლო რა იყო? ბოდიში? იმაზე ბენზემაზე 100 ხო? ამაზე 15, 95 ხო თქვი? 100 მილიონი ბენზემა. 101, 102, 103. ბენზემა 100 მილიონი. სამ ფეხბურთელი იყიდა ჩემი მესის ფასი. ასლა რამდენი გაქვს ფული დაშენილი? ერთი ცოტა რა. 655 გაქვს? 650. მე მაქვს 655, 30 მილიონი ნაკლები დაშენ და კასილას რამოსი ბენზემა მყავს. მესი ჯობია. არანაი. სამივეს არ ჯობია. ჩაჟდეს ეს ტრენდი. ორი ნებისმიერი ჯობია. უბრალოდ მინდა. პირველი ჩამშრელი. სერხიო ბუსკეტსი. საწყისი ფასი 60 მილიონი. 70.
70 შენ ყველას ყიდულობს საერთოდ? ბუსკეტსი მაგრად მევასება. 75. 75 80. 85. 85 აუჩი. 90. 90 ბუსკეტსი 95. 95 ბუსკეტსი არა 100 ვერ გადავხდი ბუსკეტში შანსი არ არის. 95 1 100. 100 მილიონი ბუსკეტსი მამას უღირს აყავს ნაყიდი ბევრი და. აუ როგორ მევასება ბუსკეტსი ბიჭო. მერე შემოდი. არა 100 ვერ გადავხდი და ბუსკეტზე მაგარი მაგოზიასა და ერთი. ვინ გახსენდება ბავშვი. 2 3 საერთო ბუსკეტსი 100 მილიონად ბუსკეტზე მაგარი ჩანშტერი ვინ არის? ამ პოზიციაზე არ ვიცი. რატვინო და მესი. ძალიან ბევრი გადაიხადა მესში. რა ვიცი. მურად აი ბოლო ფასი რა თქო უნდა 300-ზე უნდა მიგეცა რა. მოდით მეგობრებო პირველი მარჯვენა მცველი რომელიც რა თქმა უნდა დანი ალვეშია და საწყისი ფასი აქვს 70 მილიონი 80. 80 მილიონი 85. 85 მილიონი მარჯვენა მცველი კიდე. 80. ანუ ამ მომენტში დანი ალვეშ სააპელაციო სასამართლო მოგებული აქვს და არა უშავს. ამიტომ ხო ამიტომ ყავს აქ 95. 95 დანი ალვეში 100 მილიონი დანი ალვეში იმაზე ციფრეთ მარჯვენა მცველები ვინ შეიძლება შეგხვდეთ სხვა და ალვეშზე და კარგი. უკეთესები რა ვიცი არა პირველი ვისაც ვამბობ არის იმ რეინჯში რაც მაგაზე მაღალი შენ შეიძლება პუშკაში და ეგეთი ტიპები მოგვიდეს? არა 21 საუკუნეა ხო, აბა, მაგიტო მაინტერესებს. 21 საუკუნეა ანუ მარადონა არ იქნება. არა მარადონა მაგიტო გადავები. მაგიტო შენ მაგისი მე. მაგის მოლოდინი მქონდა პუშკაში დი სტეფანო ვიღაცა ხო, მე როლდება. პუშკაში ეს სიმეში მაგიტო დავთმეგე მარტივად რომ მეთქი დიეგო მარადონა იქნება. ზუსტად მე პუშკაში და დი სტეფანოს ვფიქრობდი, დი სტეფანოს უჭერენ რონალდუ ის რო თქვენ დი სტეფანოს მარტივად დავთმე მესი ძალიან ხმალ თქვა 300 მილიონი არ დავთმობდი რავი. მე არა, მომწონს არის, აი არის. გუნდები ყავს, მაგრამ მე უკეთეს სოფლის გუნდს საუკეთესო დააფერე. ფეხბურთელი ყავს უბრალოდ. ყავდეს მამ სოფლიო დანი ალვეში ვართ 100 მილიონზე 1 105. 105 მილიონი დანი ალვეში 100. 110 ვინმე რა კარგია 110 მილიონი დანი ვიდი უწი ვიდი და ვიდი 1 2 3 დანი ალვეში 110 მილიონად რა გაგიხარდა? 110 რო გადაიხადა ეგ მაგარია დანიალში. ვიდი ვიცი რომ მაგარია მაგრამ 110 რო გადაიხადა ცოტა ფული სუპერ ბურთოში მაქვს 300 მილიონი. ხო, მე მაგ ლუკას ნაკლები მაგ. მე მაქვს 300 მე 345 შენზე ნაკლები მაგ გადახდილი კროსი დანიელოში ბუსკეტსი. ბენზემა რამოსი კასილასი მყავს მე მესი მყავს. მარცხენა მცველი ერთადერთი პოზიცია მე მგონი რომელიც არ გამომიტანია აქ ეხლა და ვიწყებთ საუბარს რობერტო კარლოსით 100 70 მილიონით ვიწყებთ მაგრამ უკვე 100 110. 110 მილიონი 120 მილიონი რობერტო კარლოსი ძალიან მინდა ალბეში კარლოსი იქით აქ. აუ რა კარგი წვილია 120 მილიონი წველია და რა ვიცი. 1 125 მინდა ხო არა 130. შენ ყველაზე აუ მეტად მინდა. ყველაზე მეტად მიყვარს კარლოსი ბიჭო სანამ მოვიდოდით გადაცემაში ავდა რომ მე რობერტო კარლოსი მიყვარდა. მე ნახე მესი დავთმე. მე მესი დავთმე. კარლოსის გამო არ რეალის ფანი არა, ბიჭო მე შენ მესი მესის გამო არ ხარ და მე ასე მარტივად რა, ფეგორა მე რივალდოს დავთმე. გამო არ ხარ ბარსის ფანი რივალდოს არა ის კიკი მუსამპასი რივალდო. ხო რაზე მე 4 ფეხბურთელი. არა ვის გამო არ ვარ ბარსას ფანი. ბარსას ფანი. მე მინდა კარლოსის გამო ბარსას ვარ გამო. რეალის ფანი დაგჭება, მუქთად დაგჭება ეს ფული. 80 არა. 4 ფეხბურთელი ყავს. 1 2 3 რობერტო კარლოსი რამდენი მილიონად აღარ მახსოვს ოღონდ 130. 130 მილიონად რა დაირი ადამიანი ხარ? ჟმოტი. ყველაზე მეტად მთელი დღე მაგაზე აი ლაპარაკობს. ანჟის დასვლა არ ვაპატე ეხლა თუ გინდა ისიც მომეც. ისე ხო, რუსეთის ჩემპიონატის ასო. ოლეგერსაც ავიტან. მეორე ცენტრალური დატო აი არ ნახევარმცველი ცხენი არ რუსეთში წაყვანი ფეხბურთელი როგორ იყო მეორე ცენტრალური ნახევარმცველი ინიესტა ცენტრალური რას ქვია, ანუ სად ვართ? ანუ ჩამშრელის გარშემო მომუშავე შემტევი ტიპები ბუსკეტსი ყავდა დიემად და ბუსკეტსი არის ჩამშრელი ხო. კროსი არ არის ჩამშრელი ასევე არ არის ჩამშრელი ინიესტა რომელიც საწყის ფასიც იგივეა 80 მილიონი 85 95. 95 მაყუთი არ ნენდარჩა თამათ ვერ გვეტყვი ახლავე ტატოს აქვს 570 ვახოს 655 და ლუკას 685 მე ყველაზე მდიდარი. ოღონდ ტატოს ყავს 4 მოთამაშე შენ 3 და ლუკას მარტო არა, მესი ვახოს 4 ყავს რა. 3 რამოსი კასილასი ბენზემა სად ვარ ინიესტაზე ვიყავით 90 ხო 90 90 95. 95 ვართ ინიესტაზე 100. 100 მილიონი 100 110. 110 120 120 მილიონი ინიესტა უეჭველი და არა კარლოსსაც 130 გადავიხადე 130. 130 ინიესტა
ძალიან მარტივად, როგორც გაბოს 130 როს, ინიესტა 130. ინიესტა 130. 1 125. 135 ინიესტა. არა, ჭირდება მე ფერბურთელიკოსო. ხო. 135 ინიესტა 1 2 3. ინიესტა 135-დან წავიდა ლუკასთან. შვენიერ მესი ინიესტა მყავს. ეხლა მე მგონი მე კარე შემოდის კიდე. არა. რატო დავთმეცი ახლა ინიესტა? ჩავის იმედი გაქვს. არა, მარცხენა ფლანგი დამავიწყდა, რომ ჯერ შემოტანილი ნახევარ არ დაცვას ვკეტავდი ვაფშე და მაგიდან. მარცხენა ნახევარმცველი შემტევი, ანუ ვინგერი, პირველი მეგობრებო არის კრიშტიანო რონალდო. მარცხნივ ყავს კრიშტიანო, ოკეი. და არაშუაში. აჰა. მარცხნივ 100 მილიონი. მოდი 150-ს ვიტყვი. 150. მე ვიტყვი პირდაპირ 170. 170 კრიშტიანო. 185. 200. 200 მილიონი კრიშტიანო. 210. 210 კრიშტიანო. 210. 1 2 220. 220 კრიშტიანო. დაიღოს. 220 მილიონად ტატოსთან წავიდა კრიშტიანო. შვენიერი. მართლა მშვენიერი. რასაკეთებ შენ? არ მინდა და რონალდო. არც მესი წაიყვანე, არც რონალდო წაიყვანე. მესი და არც რონალდო კარლოსი შორის წაიყვანე. სხვაობა 100 მილიონი ნამდვილად არ არის. კი ბატონო. ანუ მაგრამ მე მგონია 100 რომ მილიონი ძალიან ბევრია. 255. მე მგონია 250-ზე მეძე არ წამოყვებოდა. 95 მილიონი არის. რაღაც. მეორე ცენტრალური მცველი მეგობრებო. ერთი აი წუთი. ამას მევყიდე. შენ რამდენად იყიდე რონალდო? გამოვა პიკე. 220. გამოვა პიკე და რამოსი პიკეს ჩემ ფეხებს გასდება თქვენი მესი რონალდო. 350 გაქვს ხო ანუ? და მეორე ცენტრალური მცველი არის პიკე ნამდვილად. აი ხო. საწყისი ფასი 70 მილიონი. აი აქ ვიტყვი 90-ს. 90 მილიონად პიკე. აბა მიდია უფრო დავარწეთ. აი ჩემ ფეხებს გასდება თქვენი მესი რონალდო მესი რამოსი პიკეს. არც გამწდარან ისტორიაში თუ გახსოვთ. 90 1 რა ვაფშე. 2 3. ოპა! პიკე 90 მილიონი და რა თქმა უნდა გერც მეგობრებო. არ მიყვარს პიკე. პიკე არ მიყვარს ასე მაგრამ რამოსის პიკეს დუეტს ვერ გაცდება ვერავინ დედამიწის ზურგზე. ჩემმა კონფლიქტი აქვს ერთმანეთთან დაიწერა. ახლა რა თამაში დედის გინება დაიწერა. შაკირას რო უღალატა ეგ დრო არ არის ძმა. FIFA ხო არა ანუ ერთი რეალურ წელი გუნდს და. აკეთებს. ნატალია. ამდენ დამჭა 565 კი. მე ძალიან ცოტა ფული დამჭა ამასობაში. 350 და შედა ეგეთი ბევრი ფეხბურთელიც არ ყავს. ფეხბურთელი ყავს. მეორე დაზრეული. მარცხენა მცველი. ანუ ბოდიში სოფლიო რომ მოიგეს ის წვილი ყავს დაცვაში მეგობრებო ცენტრალურ დაცვაში. მაგარია ძალიან მართლა. ძალიან ხო კაი. და მესი ან მესიმ რა ფეხე მოჭამ არ რონალდომ. ძალიან კაია. რონალდო კი გაუდა რა თეთრი ბაზარი ჩემპიონთა არა. ლიგის 6 გზის მომგებით რამდენი მოიგო? ოღონ პუიოლის იყო მაგრამ რამოსი ეგ წაიგზის მოგები. ყველა საუკეთესო ბომბარდირი ყველა დროის ასევე ჩემპიონთა ლიგის მყავს. მეყავს მესი და ინი. ორი ალბათ ისტორიაში საუკეთესო ფლანგის ცველები მყავს კიდე. აი ბაზარია. მარცხენა მცველი მეორე ხორდი ალბა არის. საწყისი ფასი შენ ყავს. მე რა? არ შეგიძლია. ხორდი ალბა საწყისი ფასი 60 მილიონი. 100 მინდა უწიო იქ. იქ 60. ვაინტერვირებ. 65. შენ ხო ყავს? არა, საიდან ყავს? ტატოს ყავს ხოლოდ. მე 65? აჰა. 75. 75. აიყვანე. 75 მილიონად მისტერი ბოქს თავაზობ. 75 მილიონის მაგივრად შეგიძლია გადაიხადო 55 მილიონი. და ხოდიაბა ამას იყო 75. არავის აღარ მიყავს. აა. ოღონ ვინ? 60 რამდენი თქვი 10 ხო? 75. 75 მაგეთ მოკლედ 20 მილიონით ნაკლებად გთავაზობ შემდეგ ფეხბურთელს. მოგებული აქვს ოლიმპიური მედლები. 60-ზე მეტი ნაკრების მატჩი აქვს, ნაკრებში 60-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და ჰოროსკოპით არის კურო. მაისშია დაბადებული? აუ, ის ჩემი. მართლა რეალური. მე არაფერში გამოადგება თქო. აი წუთი. მან 22 მაისის 22 მაისის ჩათვლით 22 პარალელურად 22 მაისამდე. მარსელოა ბიჭო. კაი მედლები. რასირჩევ? 55 ეგ. 55 მილიონად მარსელო გაყვანა. ძალიან დაბალფასად. 45. რა იცოდა რა იქნება. მარსელო მახსოვდა რო კურო იყო და მარსელოს მაგდა იმედი გაუძლია. დომენიკ. და ხორდიალბა აღარ არის ხო? არა, და ლუკასთან პირდაპირ 75 არის რატო? 20 მილიონად. 20 მილიონად ერი კაპიტალი. შვენიერი ან ძალიან. ან რა ძალიან 20 მილიონად ერი რა თქმა უნდა, კაპიტალი. 20 მილიონი უფასო მიეცი. ან 10 უფასო მილიონად. მიეცი. 20 მილიონად. ან 10 მილიონად. 10 მილიონად. 100-ზე მეტი თამაში რეალში.
ყველა შესაძლო საკლუბო ტიტულის მფლობელია, მე მინდა. სადაც ნუ რეალს უთამაშია თავისთავად. ეგ მე მინდა. და ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვედრილა ეს ფეხბურთელი. აბიდალი მინდა, იმიტომ რომ კოინტრაო იქნება. კი, კოენტრაო. აბიდალი 20 მილიონი. 20 მილიონი, ბიჭო, არა, მოიცა. არა, ხო არ მისცე 20 მილიონი. უფასო მიეცი რა. ხო, მოდი რა უფასო. თუ დაჩაგვრა. რაც ტიბო გადაიტანა. კი. იმკურნალა, დაბრუნდა მოედანს და შენ 20 მილიონად ამ ძალიან უფასო ჯობია რა. და თავისუფალ აგენტი იყო 20 მილიონი შეურაცხყოფა. ესე ჯობია თავისუფალ აგენტად მივიდა რა. დაუტოვეს 20 მილიონი. ერთი წელია კაცო. 6 თვე დარჩენილი კონტრაქტი. მოიწევდი გაღადაო. მე მაგ 20 მილიონს გითვლი რომ გამის. მარცხენა მწოში ამარ რამდენი გადაიხადა იცი? რამდენი? 130. ხო, მაგრამ რობერტო კარლოსი ყავს. კარლოს და ერიკ აბიდალს შორის. აბიდალი ძალიან მაღალი დონე. ძალიან მაღალი დონე იყო. ოღონდ არა რობერტო კარლოს. არა, რა თქმა უნდა. არც მაგრამ ხორდი მე ალბას. ლუკას 20 მილიონს უტოვე. მე მგონი რომ მარსელოს მანდენად არ ჯობია რობერტო კარლოსი. რატომ შეიძლება დაგიტოვა, მაგრამ არ გაქვს. მე მაქინაციებში გამოვიყენე. ცენტრალური ნახევარმცველი მესამე. მოდი შეგეთქვით რა. ჩემი აზრით კარლოსის შემდეგ საუკეთესო მარსელო არის მარცხენა ბატონო. კი, მაგრამ ცენტრალურ ნახევარმცველი მარტო მერე მოდის ხორდი ალბა და მერე მოდის. კი ბატონო, ყველაფერი რაზეც ულაპარაკებთ. ბესი აბიდალი ინიესტა ყავს ადი. შემდეგი არის ჩავი მეგობრებო. საწყის ფასი 80 მილიონი 1000. 85. 85. 90. 30. შენ ცოტა ფული დაგჭა 95. ვინ დაჭაღო 575 მილიონი. 510 დაგჭა. საერთოდ მოიწ. 50 ხო გადაიხადე მეგობარი. 510, კაი. 80 რამდენზე ვართ? 5. 85. 90. 95. 100. 100 მილიონი. შავია, ბიჭო. 105. 110. ლუკას ჩავი ინიესტა უნდა და ხომ მზად არის რომ ვერ ეყოლება შავიანეს ლუკას 120 უეჭველი მოყავს 125. 130 ვერ მოყავს ვერა ჩავი მე მოყავს 125. რამდენი დაგჭია ფული მაგ ჯერ. რამდენი მაგ ლუკას აქვს 520. შენ ანუ 520? არა, ეგრე არის, უნდა იცოდოს. 140. 140 მილიონი. აი ჩავი 140 მილიონად წავიდა ვახოსთან. 70 მილიონი დაგჭა. ახლა იწყება ჩემი ვაჭრობა, იმედია. გაი იმედია ისე. ისეთი გუდი ყავს დაჟე მარცხენა თავდასხმად კრისტიანო რონალდო რო ავიყვანე ხო 220-ად. რა? ეხლა ხვდები რომ რონალდინიოც მან შეიძლება იყოს. რონალდინიო არის მოსასვლელი, ხო? ნეიმარიც. სწორად ვიხდი კი ნუ ნეიმარი გასაგები ვარ რონალდინიო ძალიან დამძაბა. ეხლა რომ შეიძლება ვიღაცა შეხვდეს შენ არ ყავს მარცხენა? 25-ად. შემდეგი ცენტრალური მცველი. შენ ყორივე ყავს? კი ბატონო კალეს პუიოლი. საწყის ფასი 70 მილიონი. 70 მილიონი. 70 მილიონი. 1 75. 75 მილიონი. 80. 80 მილიონი. ალბათ ბარსაში ყველაზე მეტად რონალდინიოს მერე პუიოლი მიყვარს 80 მილიონი. შენ უბრალოდ ყავს ორი მცველი. კი 85 მილიონი. მარა პიკე 90. 10 მილიონი. 1 2 3 90 მილიონად პუიოლი შვენიერზე მშვენიერი. მე მყავს ბარსა. მე ვარ ხო იცი ხო რომ რეალის ფეხბურთელების არჩევად შეგიძლია. მესი, პუიოლი, აბიდალი, ინიესტა მყავს. მეკარე თან ის ბარსა მყავს, ხადა რა მეორე მეკარე. ეპოქებში არავირია. აი ეხაც ნახოთ მეკარე ვის ხავს კასილას. აა ხო ანუ შეგიძლია ვიქტორ ვალდესი 40 მილიონად იყიდა. ორივემ შეგიძლიათ 40 მილიონად ვიქტორ ვალდესი. ვარა და ვინ. ვარა და გაიგებთ. არ უნდა იყიდოთ ჩემი აზრით უკეთესი კამეკარეები შემოვა ეს ავტომატურად ტატო შენთან მოდის. რატო? ბოლოს ლუკა მაირჩია. ბოლოს ლუკა მაირჩია ფეხბურთელი. და და ვალდესი აუცილებლად ჩემია? ხო, აბა გატარება რო არ შეიძლება ხო რაღაცა ერთად ჩავკეტოთ ეგ და. და ნავას იყიდის ეს მინიმალური ფასად კაი, იქნებ ხოკერა იყოს. ტატო შენთან მოდის, მაგრამ იგივე ფასად გთავაზობს სხვა მეკარეს. აუ ვიცოდი რომ ეს იქნებოდა. 100 პლუს თამაში ნაკრებში. ეგა 100-ზე მეტი თამაში ნაკრებში. ოკეი. 7-ზე მეტი სეზონი ლა ლიგაში ეგა. და ლა ლიგის საუკეთესო მეკარე გამხდარა. ნავასია კელორ ნავას უნდა იყოს ყველა ვარიანტში. უეჭველი ნავასია 100-ზე მეტი თამაში უეჭველი. ნაკრებში. სხვას ვის შეიძლება ქონოდა? ტერშტეგენი 10 საქმე ჯერ მოქმედია თან. ეგა უეჭველი ნავასია ბიჭო ბარსას მეორე მეკარეები რო აიღო მთელი პინტო არ არის? რუსთულ ხო არ არის? არა და 21 საუკუნეა ლა ლიგის საუკეთესო ლა ლიგის საუკეთესო მეკარე გამხდარაო? 21 ანუ სამორაკ, სამორაკ მოგებული ხო? ხო, რას ფიქრობ, ნავას აქ მოგებული ნავადაც სამორა, კულტუას აქ მოგებული სამორა, ვალდეს. რამდენად შეთავაზე მისტერი ბოქსი? იგივე ფასად 40 მილიონი. აუ, იმე მისტერი ბიჭო, ბოქსი. ეხლა მეტის გიხსნა, შენ პინტოს შეხვდება. პროსტა კელორ ნავასი ჯობია თუ არა ვალდეს. ანუ როგორც მეკარე ესე ჯობია, მაგრამ შენთვის ხო, იმიჯურად. ხო, ანუ როგორც აი ფიგურა რა, რა ეხლა ბარსა რეალის პონჩი კოპა ამერიკა აქვს მოგებული
ისე შენ. ჩილეში ამერი, ვაი, ბრავოში ამერი. ბიჭო, მაინც ახლა ფიქრობ, რამე პროჭობა არ იყოს რა. რაღაცა ჩათლახობას არ აკეთებდე, იმიტომ რომ შენ ნაკლებად სავარაუდოა, მე არასოდეს ეგრე არ ვიცი. არა, ხო. იმიტომ ეს კასილასი კაი გასაგებია. ბრავო ხო? ბიჭო, რეალის ხმარე. შეიძლება შეიძლება კლაუდიო ბრავოა კი. შეიძლება იკერ ბრავო. კლაუდიო ბრავო, ჩემი ეს უკეთესი მეკარეა ვიდეოდეს. ვალდეს. აი, იყოს მისტერი ბოქსი, რომელიც არ უნდა იყოს უკეთესი. ნავასი, კეილორ ნავასი. არა, მაინც ნავასი. რამდენად? 40. და შენ ბრავო შეგხვდება ალბათ 30-ად. აუ, ხორკერა არ შეიძლება, ალბერტ ხორკერა. იმედია მეკარე დარჩა. პინტო. შენ გაქვს დიეგო ლოპესი 20 მილიონად ან 30 მილიონად 10 ძვირად გთავაზობ ამ მეკარეს. ჩემპიონთა ლიგის მინიმუმ ორგზის ფლობელი. ბრავო. ბრავო. სამორას ჯილდოს ფლობელი. პინტო, გილოცა 30 მილიონად პინტო შენ. რა ზამურას ჯილდოს მობილი ან ერა და პინტო. პინტო მოიგოს როტაშია გოგებული კი. მიხატავები. პინტო 30 მილიონად. ბრავო რატო არ მოიდა? და აი ბრავო არ მოვიდა. არის ორგზის ფლობელი. აი, პინტო ყავს. პინტო მინიმუმ ორგზის არის. ბასა ხო გინდა. უფრო ძვირად ატომობეცი პინტო? ეს არის ამ თამაშის ნაწილი არის, რას იზავ? ამ თამაშის ნაწილია. ხან უფრო ძვირად გადავთ, ხან უფრო იაფი. შენ აუქციონებზე არა ხან აყოფ შეიძლება ძალიან ბანძი რაღაც ძალიან ძვირად. შენ მალევიჩი შავი კვადრატი რა. ჩემი მოგება ამაში არის. ორი კაპიკი ამაში მჩება, რომ იქ ძვირად მე უცებ აგერ. არა ვინ deep state-ი ხო მაგაში ფულს. შემდეგი ვინც მინდა რომ გამოთამაშო. მიყვანე ორივე საშინელება, ისე რომ გაგახსოვს. აბიდოლია მოგივიდა. თქვენ არა აბიდალი ჩემი თავი. მან როგორ აიცი? რენდომზე რაც მოგიწევთ, მოგიწევთ. კოლინ ტრავმა მყავდა მეორე. ვიღაც სხვასაც ეგ მოუწევდა. აქ ვიღაც კონკრეტულ ტიპზე კი არა. იმ მომენტში ვიღაცას ეგ მოუწევს, ვიღაცას ის. მე რა ვიცი ხო ვინც და ნანახი მაქვს წინა დრაფტი, ამიტომ ეგრე არ არის აუქციონი, ეგრე არ არის. მოდრიჩის 80 მილიონი, ეგრე. მოდრიჩის 80, იქ გაბრომიტირა უბრალოდ. 95. 100 120. 125. არ მეინტერესებს. გაუბრაზდი. მოიცა ვინ დაშენ ახლა ოდესოში ბიჭო. აი. ყავდეს ნეიმარის მეძეურ. შვენიერია. მოდრიჩი 125. ინიესტა მოდრიჩი. აუ ვინ დარჩა ახლა ოდესოში. მეგობრებო, მეორე მარცხენა გარემარბს ვინგერ შემოგთავაზებთ, რომელიც სტატუმს სწორად გაიხსენა, რომ ეს არის ძალიან დახუნძურული არის ვარსკვლავებით და მეორე რონალდინიო არის 100 მილიონად. 100? 100 მილიონი რონალდინიო. რონალდინიოც ძალიან საჭიროა და მე რო ავიყვანო და რო კრისტიანო ცენტრში გადავწვია შეიძლება? ერთი. 100 თუ წღებ? 100. 100 მილიონად რონალდინიოსთან? 100 ერთი, გაფრინე? ორი, გასაკეთებ ბიჭო. სამი. მესი რონალდინიო შეგახსენებ უბრალოდ. ნეიმარი იქნება კიდე. დაიყვან. ან იქნება ან არა. აი იქ ვარ იქნება გასკა. რატო იქნება? შეიძლება 3 სტარია მოსული? შეიძლება კუენკა იყოს. აი შანსი რა ნეიმარი. დავით ვიჟა. რა თქმა უნდა, მესამე არ არის ნეიმარი, იმიტომ რომ სრული სიგიჟე იქნებოდა ხალხს 200 მილიონი გადაიხადა და მე ვიღაცას ნეიმარი შეხვდა, რომ ნეიმარი არ არის. არა უჩვენს. შენ რობინიო შემიძლია 30 მილიონად მოქცე. 30 მილიონი. ან ერთი წამით, აგჭერთ. ან 50 მილიონად ეს ფეხბურთელი. რომელიც თავისუფლად შეიძლება ასევე რონალდინიო იყოს. არავინ არ იცის. რონალდინიო როგორ იქნება? რონალდინიო. რონალდინიო შეიძლება იყოს. კი არა, ბოდიში ნეიმარი შეიძლება იყოს თავისუფლად. ყველა შეიძლება იყოს, მე რა ვიცი. თამაშობს 10 ნომრიანი მაისურით. მე თქმა გუნჩი თამაშობს. ოღონდ ბარსაში და რეალში დღეს არა. დღეს არის 10 ნომერია. შეიძლება ბარსაშიც ეცვა. 20-ზე მეტი ტრავმა აქვს კარიერაში მიღებული. 60 მოქმედია? არა. კი, ეხლაც თამაშობს. ბარსაში და რეალში ეხლაც თამაშობს ფეხბურთს. ლიგა 1 საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარა. შეჩემა. რაღაც ძალიან კარგი ვარიანტი. ისევ კარგი ვარიანტია. 50-ად. 50-ად. ისევ კარგი ვარიანტია. დემბელე, ბარსელონას დემბელეა შენ გუნდში. არ გეგონდეს PSG-ს დემბელე. ბარსელონას დემბელე 50 მილიონი. ბარსელონას დემბელი. რობინიოს კი შეკასო დემბელეა. ანუ მე უყურებ მაგას პრაიმებად. ბარსელონაში იმ კლუბში უნდა კონდეს ეგ პრაიმი, ანუ ბარსაში პრაიმის დემბელე ყავს გუნდში. 320. ნეიმარი არ იყო მეგობრებო. 7 ფეხბურთელი ყავს ხო შენც? მეც.
მისო, ეჭვს დემბელე რობინიოს არ ჯობია კაცო. დემბელე რობინიოს არ ჯობია. ნუ ბარსას დემბელე და რეალის რობინიო არც კი ვიცი როგორ ნავარჩიო. ვიცი რომ უყურებთ ახლა და გონიათ დემბელე ოქროს ბურთიანი აიყვანა, მაგრამ არა, ბარსას დემბელე აიყვანა. ხას ოქროს ბურთიანი. მეჭო მე ეგრე არ მიყურებ. მე შევხედე როგორც პრაიმ მე როგორც პრაიმებს ისე უყურებ ამ ფეხბურთელებს ხო. ნუ ნუ ეგრე არ არის, მაგრამ შეგიძლია ეგრე შეხედო. შენ როგორც შენ მოდი მაყურებელმა გადაწყვიტოს რომელი ჩათვალე. მე ვთვლი რომ პრაიმ დემბელე ავიყვანე და ეხლა თქვენი ისე. მეგობრებო, ცენტრალური მცველი მინდა შემდეგი გამოვიყვანო. რაფაელ ვარანი 40 მილიონი. 40 მილიონი. აი ნახე ფრანგული შეტევა მაქვს. ბენზემა დემბელე ქიმია. 40 მილიონი. 1 45 მილიონი ვარანი. 45 50 მილიონი. 50 55 და ჩემი არა. 55 1 2 3. რაფაელ ვარანი ძალიან კარგ ფასად, ძალიან კარგ. შენ ახლა ნახე მე ამას. მგონია, რომ ძალიან- ფეხბურთელებს. ეგეც არის ხო. მაიცა უნდა შენ ორივე მცველი ყავს? კი, ახლა მოს უნდა და შენ გამოვიცნო. ორი არც ერთი მცველი არ ყავს. მას ორივე დარჩენილი მცველი შენთან ეხლა არის? ორივეს მაშინ ბარემ პირდაპირ ლეგენდას წამოვიყვან. მომისმევი, ხო? არა, პირდაპირ აგერ არის. მარკესი, რაფა მარკესი 30 მილიონად. შენია. ოღონდ ორიოსის მისტერი ბოქსი მაქვს. რაფა მარკესზე ჩემოგთავაზებ სანაცვლოდ. იგივე ფასი. ორი სხვადასხვა ჩემპიონატის გამარჯვებულია. ეს ფეხბურთელი. ვინ მოთვლის? ესპანეთი თუ არა? ვინ მოთვლის? რამდენი თამაში აქვს ლა ლიგაში ჩატარებული? ძალიან ბევრი. და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. რაოდენობით საერთოდ არ უნდა იყოს ბარსა და რეალის ფეხბურთელი და ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგება. გამარჯვებულია და ორი სხვა ჩემპიონატის გამარჯვებულია. მათ შორის ესპანეთია თუ არა ეგ არ ვიცი თქო. ესპანეთი არის ერთ-ერთი. კი, ერთ-ერთი ესპანეთი. სპაინტი იქნება უეჭველი ბიჭო. დაგეტოვებინა ეგეთი. უიოლი, პიკე, რამოსი და ვარანი, ხო? მე ვიცი ერთი ვარიანტი რომელიც შენ ედმილსონი შეიძლება იყოს. ნი გალაქტიკოს რეალიდან გაიხსენება. ქერა ხო არ არის შენ ეს ფეხბურთი. ხო, შეიძლება რაულ ბრაუო იყოს მაგალითად ან და ბრაუონი ან მარკესი მე მევასება. მიყვარს მარკესი, მაგით მარკესი ავიყვან ყველა. მარკესი წერალის მიყვარს მარკესი. წერალის მიყვარს და ფეხბურთელის მიყვარს. არა და 30 მილიონად ოლეგერი რა кайქებოდა შენ მაგში. ოლეგერი კიდე კაი არ მოხდა ეგ. ოლეგერი ძალიან მეზიზღებოდა. ყველაზე მეტად მეზიზღებოდა ალბათ ფეხბურთელი ვინც. და მეორე ფეხბურთელი 10 მილიონად აუ რაულ ალბიოლი ან აქაც შემოგთავაზებ მისტერი ბოქს ისე იგივე 10 მილიონად 10 მილიონად მინიმუმ ორი კლუბი ყავს გაწვრთნილი კარიერის მანძილზე მხოლოდ ორ ტოპ ლიგაში უთამაშია ან მთელი კარიერა ორ ლიგაშია გატარებული რა სამ ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია ალბიოს როგორ არ აჭუებს. სამ ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ანუ არსად არ უთამაშია ეროვნულში არ აქვს ათამაშები? ვერ გეტყვი ალბიოს ვინ არ ვინ უნდა იყოს ალბიოს არ ჯობ. მე რაგას ფიქრობ მეც ახლა. რამდენად აძლევ მაგას? აი ალბიოზე ყველაფერი ერთი ალბიოზე უარეს. აბიდალი როცა წაიყვან ნახე პრეტენზიები აქვს. ხო, ორი მცველი და 30 მილიონს ისე ჯამში. 40 მილიონს ისე ჯამში 20. ან 260 დამრჩება ყველა ვარიანტი. აბიდალს ხო ჯობი არც ერთი ხან აიყვან. ბიჭო, რაულ ალბიოლი აი, ნახე, ძალიან ცუდი ტიპიც რო იყოს ვიდმე. ალბიოს აჯობებს. არა. შევა ვერ აჯობოს, მაგრამ ძალიან ცუდი ალბიოზე, ძალიან ცუდი, ეს შანსი მაინც არის. ალბიოზე რამდენად ცუდი უნდა იყოს. დრამატული სხვაობა რო აი თქვას რა არა, ხო? ვინდა ეგეთი იყო უნდა ოლეგერი და ოლეგერი გასულია. ვინდა ავონი, რაულ ბრავო, აი ეგორი ტიპია რა. და რაულ რატო არ ჯობია? მე გულსვათ ვიტყვი უკეთესი მგონია საერთოდ რო იქნება. რაულ ჯობია. იყოს მისტერი ბოქსი, იმიტომ რომ რაულ ალბიოლი არ არის ისეთი კაცი რომ ჯონათან უდგეიტი 10 მილიონად შვენიერია. ლუკას გულის სწორად აა, უგზნოდა გაწვრთნილი რომ ყავს, უკეთესი ბიჭო, ხო, მცველი ბაზარი არის. არა. უდგეიტი შვენიერი ფეხბურთელი იყო, კაცო. რეალში არ ვარგოდა, მაგრამ. არა, მაინც აი ვერ მოგიწონებ ამ დაცვას. უთქეით. არა, უდგეიტი მარკესი ძალიან ცვარი. აუ, ბენზემა დემბელეტი ამოგტენი. მაგრამ რატო ნახე პასი გვაქვს პირველი მარკესის წელი. შენ უდგეითი მარკეს ეთამაშება ჩემი რონალდინიო მესი. მე ჩემთან უსანა მახსოვს. ჩამშრალი მეორე. არა პრობლემა. ხაბი ალონსო. ვიშვენებ. ოპა, რამდენად? 40 მილიონად. 40 მილიონი, 45. ამა შეხიდი. ყავს. მე ყი მჭირდება კი, ძალიან ყავს მჭირდება. სამშლელი. არა, არ მყავს ჩამშლელი. ინიესტა მოდრიჩი მყავს ანა ეს. 50. 50. 55. 60. ეხე იხსენებ ერთი. მინდა რჩა. 2 3. ჩავი ჩაბი მყავს. ჩავი ჩაბი. ეს ჩავი და ჩაბი რა გინდა?
კაი, არა. შეიძლება თუ არა ერთად? ხო, არ იკრძალება. არა, 60 მილიონად. პოზიცია და ლუკა, შენ მერიო. სეიდუ კეიტა. 20 მილიონი. მისტერი ბოქსი? რა თქმა უნდა არის. ხოდა 5 მილიონიო? 20 მილიონი. 20 შენ მილიონი. ამდენ გადახდა 60, ხო? კი. 20 მილიონად სეიდუ კეიტა. 260. თუ 30 მილიონად ეს ნახევარმცველი. ის 20-ად სეიდუ კეიტა 20. და ეს 30. კარიერაში გატანილი აქვს 3 ჯარიმა. აუ აი. UFC-ში საშუალო წონაში იქნებოდა. საშუალო რომელი ინგლისურად მაინც მითხარ? Middleweight. ინტუიტ. აა, ეგრევე. 70 ხამზატის წონა. მართალია ხო? ჩემპიონთა ლიგის ფლობელ 3 კლუბში უთამაშია. მაღალი. ვერ გეტყვი რომ ყველასთან ერთად მოიგვან რომელიმესთან ერთად, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფლობელ 3 კლუბში უთამაშია. 1 მეტრი 85 იქნება. ხან არ იყო ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ 1 მეტრი 85 იქნება. აი იყოს ეგ რა, შოუ. ვის ირჩევ? მისტერი ბოქს. ოჩახ, კაზემირო 30 მილიონად. ვიფიქრე ვიკაზე მირო და ჯარიმა მომო. ჯარიმა მოსპოპრო. შენი კაი. არა, ცუდი ხო? არა მაგარია. კაზემირო ინესტა მოდრიჩის ნახევარდაცვას, მაგრამ უშავს. ფორვარდი. ფორვარდი ყავს ვის? ბოდიში, ფორვარდი არა. ჯერ მარჯვენა ვინგერს გამოვიყვან მეორეს, ლუიშ ფიგუს. 60 მილიონად. 60. არა, გაიქნებოდა რომ ჩვენ ორივეს ყოლოდა და ამას შეხვედროდა. მე სამწუხაროდ ამას 60 მილიონად 65. 65. თან იფიქრეთ მარჯვენა კიდე ვირჩება საერთოდ. 65. მაგას ვფიქრობ. რა ეგრე მაგას აკეთებ ფიგუ მიყავს კუნჩი. 70. 70. მარჯვენა მირჩება კიდე. ჟული. არა, რატომაც? 70. 70. ხოსე კალეხონიც თამაშობდა ხოლმე მარჯვენა. ხოსე მარია კალეხონი, აურასაზის ღარ. პედრო ლეონი რჩება ჯერ კიდე. მარჯვენა არიან ფეხბურთელი. რა გაქვს ნათქვამი? რა გაქვს ნათქვამი შენ ბოლოს? 70, 75. 80. 80 მილიონი ფიგუ. 80. 1 80 2 83. ოუ, 80 მილიონად წავიდა ფიგუ აი, ტატოსთან, ხო? ჩვენთან გა. შენთან. ფიგუ 80 მილიონი. ფიგუ სუ მილიარდები რომ მიერეში. 80 მილიონად და ტატო. შენ გუნდში კალეხონი 20 მილიონად. არის იყო. ან 40 მილიონად შემელია ეს კაცი შემოგთავაზა. 16 წლის ასაკში ჰქონდა პროფესიონალური დებიუტი. შენ რა ული მოგდის? კარიერა ევროპის გარეთ დაასრულა. გარეთ დამთავრებულია აქ? კი. ორი სხვადასხვა დროშის ქვეშ უთამაშია. ანუ რომ ორი სხვადასხვა დროშის ქვეშ ანუ უთამაშია. აი 30 წელებში სხვა ქვეყანაში იყო და მე ან შეიძლება კიდე სხვა რამეც იყოს. აგრებში აქ ნათამაში. ეგო. ან კიდე სხვა რამეც შეიძლება ეგეთი. რო დაფიქრდეთ. სხვა რამე. კიდე რა? კაი, ანუ მინისტრები მე აფერს საკმარისია. აღარ. დაიშალა. კოსოვო. არა. ორე ხო რა, იუგოსლავია იყო, დაიშალა და სერბეთში ითამაშა. სერბი ვინ იყო? ან ხორვატი შეიძლება იყო. ხორვატი იუგოსლავია და ხორვატია. ხორვატია უფრო ადრე გამოიყო და მე რა კაცო. ნუ კაი, გეორგი ჰაჯი არ არის? ანუ 21 საუკუნე უნდა იყოს. მე აჰო, ბოდიში. და 270 აქვს ხო შენ? ხო. და ამას გთავაზობ რამდენად? 40 მილიონად, ან კალეხონი 20-ად, ან 40-ად ეს. ბიჭო, კალეხონი იმდენად ცუდია რომ აი მე მგონი ბარსაზე კი ეკატანი. ვინ უნდა იყოს ეს ტიპი რომ ევროპის გარეთ ჟული შეიძლება ზღვა. ეგეც ცუდი არ არის კალეხონი. ჟული გარეთ დაამთავრა. არა, თავის კლუბში დაამთავრა. გარეთ დაამთავრა მამამისმა. კალეხონი მაგარია. არა, ბიჭო, კალეხონი. ნაპოლის კალეხონი, გაუცარია. კაი რაღაცა ვთქვა რა არის. ვა, აიცა. პირველი მინიშემ რა იყო? 16 წლის ასაკში პროფესიონალური დებიუტი შედგა მისი. ჯოვანი და სანტას. და ორი იმის ქვეშ როგორ ითამაშედა ესპანეთში ბრაზილია, მექსიკა. მე დაფრინს ვერ გეპასო. მე ბეილი ხო არა. ბრიტანეთი. უი, ოლიმპიადაზე ბეილმა ამერიკაში შეიძლება მართლა ბეილი შეიძლება. და 40 მილიონი სპეილს. შეიძლება. იცი რა, აქაც იგივე ლოგიკა მაქვს. იგი უდგეიტი შემოთავაზა. კალეხონი იმდენად ცუდი ვერსიაა, რომ მარჯვენა ფორვარდი. კალეხონი იყო. ბოიანი დაჟე მარჯვენა ფორვარდი არის. ლაჯობია ხა კაი. ჯოვანი დოს სანტოში შეიძლება იყოს მარჯვენა ფორვარდი, ესე რო აიღო რა. ბოიანია. ნუ კიდე ხა რობენი და რაღაცები არ მოხდა. კაი ეგ ვარიანტი. ჯოვანი დოს სანტოში კალეხონზე ცუდი ეგრე. მე მგონი ბეილი რადგან ორი დროშა არის ოლიმპიადაზე. ოლიმპიადაზე ბრიტანეთს და ბეილი მგონი. ხო, მაგას ამბობ. ოლიმპიადაზე ბრიტანსაკების შანსი რახან არის? რახან შანსია? მაგით ყველა ვარიანტი ჯობია გავრისკვნოთ და კალეხონზე ბევრად ცუდი ვერშა. აიგა ბეილია, უეჭველი ბეილია. მე მინდა გითხრათ, რომ
ბეილი ოლიმპიადაზე არ იყო და ეს არის ბოიან კრკიჩი. აი ვიფიქრე. აი ჯობია კალე. მეორე კატალონის ნაკრებია, ხო? კი. კატალონი. სოლიდური კრკიჩსა და კალეხონ შორის დიდი სხვაობა არ არის. და ეს თან ბარსას კრკიჩია, შეგახსენებთ. ბარსაში კრკიჩი გაიგო. თან რა ფლანგი ყავს დანიელში ბოიანი მარშრუტი. რა ქვია? კალეხონს просто ბოიანი მარჯვნივ არ თამაშობდა ახლა ეს. ეგ ადგილი მოუძებნეს ალბათ. კი, კარგად ჩაჯდა. ბოიანი ბევრად. იმიტომ რომ აქაც მესამე ბეილი რო ყოფილა. მაგრამ ბოიანი ცენტრში შემოახლოვდა დატო და დანიელოში. ფორვარდი მეორე, სუარესი მეგობრებო. ლუის სუარესი 80 მილიონი. უყურე რაული აღარ იქნება ბოლო ფორვარდი მაშინ. შენ რა ფორვარდი ვის ყავს? მე მყავს ბენზიმა მყავს. შენ არ ყავს. მე არ მყავს. თქვენ ორშია. და რაული არ გეყოლებათ, ჩემი აზრით, ლოგიკურად. 80 მილიონი ლუის სუარესი. 85. დანე დარჩა. 90. 90 მილიონი. მე აღარ შემიძლია 90. მართლა? და რამდენი ფეხბურთელი გჭირდება? ორი. სუარესი წავიდა 90-ად რა ჩემთან. ცუდია. просто ეხლა ნახე რახან 80-ად გამოიტანე სუარესი, მე იმედი მაქვს, რომ გონება, სახე გონების ადამიანი ხარ შენ და ბრაზილიელი რონალდო არ გეყოლება 80-ზე დაბალ ფასად. ბრაზილიელი რონალდო საერთოდ არ მყავს. დემბე ეს მოდი გიტყვი, ადებაიორი ეყოლება. ჩემს საყვარელ ფეხბურთელს ჩვენ ეგ ფასად არ გამოვიტანდი. კი ბატონო, ძალიან კაი. არა, თან ჩემთვის 90-იანი წლები უკვე. გამოვუშვ ფორვარდი. ადებაიორი ყავს. ფორვარდი იგუაინი, გოლსანო იგუაინი. შვენიერია. გოლსანო 20 იგუაინი მილიონი არის ოღონდ. 30 მილიონად არის. ან მისტერი ყველაზე ბოქსი? იარი, 30 და მილიონი. ყველაზე ან იარი. მისტერი ბოქსი? ან მისტერი ბოქსი. და რა გაქვს ან მისტერი? მისტერი ბოქსი. მოდი შემოგთავაზებ შენ 50 მილიონად. რა ამბავია? მიდი. ნახოთ რა არის. გოლის წელსაა დაბადებული. ლა ლიგის სადებიუტო სეზონში 9 გოლი გაიტანა შენ იცი ეგეთი და ვინ რა არის გოლის წელი? და სამ სხვადასხვა კონტინენტზე უთამაშია. იგუაინი. 30 მილიონად. რაული იყო ეს? აუ. არა უშავს, კაი. ზუსტად ვიცოდი ვიცი ხო? მარჯვენა მცველი. არბელოა 30 მილიონი. 30. ან არაფერი 30. ან 30. კი, ვატან. არბელოა წავიდა 30 მისტერი ბოქსი მილიონი. ვიდრე რომ არ მინდა არბელო. არა, არბელოა წაი. არ ვიმენ არბელოა? კი. ბიჭო 40-ით მაინც მიეცა. 40-ად მაინც წაიყვანა. არა, დარჩენილია კიდე ერთი ფეხბურთელი. ვიცი და 150 მილიონი დარჩა და მე 140 და ჩემი კონკურენტია და ყველა ვარიანტი წამართმევს. აი, ეგეც არის. მიჩელ სალგადო შენ გუნჩი? ან რა თქმა უნდა, აქაც მაქვს მისტერი ბოქსი, იგივე ფასად. რამდენად? 20 მილიონი. რაზი აქვს ჩემთვის ალოციმად? რას გაქვს დარჩენილი აქ? 60 თუ ნაკრებში ოქროს ფლობელია ეს ფეხბურთელი. ნაკრებში ოქროს, ოქროს. რის ოქროს? ოქროს მედლის. შენ კონფედერაციის შევა დასწრება. ოლიმპიადა. დამაბნეველი სახელი აქვს, ამას გეტყვი. და იყო დრო რომ მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონი იყო. აუ მისტერი ბოქსი გოლოდი არბელოაზე. სალგადო არაფერს არ მიფუჭებს, მაგრამ არაფერს არ მიკეთებს. დამაბნეველი თარგმნია ყველა ენაზე და ანუ ინგლისურად მაგრამ ყველა რა ინგლისურად და ვერ ხვდ. არა, სიტყვების თამაში არა, პროსტა სხვა. ხო, არა, გეტყოდი რომ სიტყვების თამაშია. აირჩე. გამოვშვ. სერჟინიო დესტი. არა უშავს. სერჟინიო დესტი. ფიქრობდი და ეს, მაგრამ არა უშავს. ისაც ვერაფერს ვერ გავ. სალგადო ბევრად ჯობდა. რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ რა ვქნა. მე მაინც კაი გუნდი გამომივიდა. ო, და აი ნახე მე რომ ყავს ბელადი ვუდგეიტი, შენს ყავს ეგრე დესტი. ხო, მაგრამ მე მყავს აბიდალი, პუიოლი, ვარანი, დესტი. და ნახევარდაცვა მეგობრებო, დეკუ. 40 მილიონი. და აი ამშნობა 140 მაქვს, მე 150 ამას. კიდე ორი ნახევარმცველია დარჩენილი. ვის ხვდება ეს? დეკუ შენთან მოდის. რატო? იმიტომ რომ ლუკა მაირჩია ბოლოზე შენთანაა დეკუ. ყველა ვიღაცა რო იშოს ბოლოს შენთან როგორ მოდის მე? იმიტომ რომ აი აღარო 40 მილიონი დეკუ. არ მინდა წაიყვანე რა დეკუ 40 მილიონი. მე გავრისკავ. მე ვრისკავ. და ფული ბიჭება ძალიან ყულად რისკავ, ძალიან ყულად რისკავ. აუ დეკუ კაი რა, დეკუ არ მინდა რა. არ გინდა დეკუ. მოიცა, მისტერი ბოქსი მაქვს ორივეზე, აქ ბოლო ორი არის. დეკუ 40 მილიონი ან 70 მილიონად ეს ფეხბურთელი. სამი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. მისი კუმირი არის ბლაჟ სლიშკოვიჩი. ასაკობრივ ნაკრებებში გატანილი აქვს 4 გოლი.
კუმირი ვინ არისო? ბლაჟ სლიშკოვიჩი. ერთ-ერთი კუმირი ოღონდ, სხვა კუმირებიც ყავს. ვინა ბლაჟ სლიშკოვიჩი ვირო? მას უნდა გითხოთ. შო ფეხბურთელი ნახე, ეხლა ეს თუ მაბნევს ამითი სავალ, მაგრამ ხორვატი უნდა იყოს. ბლაჟი ვინ იქნება? ან რაკეტიჩი, ან მოდრიჩი ესე. მოდრიჩი მე ვყავს, რაკეტიჩი ყავს შენ. მოდრიჩი შენ ყავს? აუ რაკეტიჩი. ბიჭო, დეკუ რაკეტიჩი შორის ახლა არ არის. ხო, ეგეთი დისხვალობაც არ არის. დეკუ ძალიან კაი იყო. მე ბიჭო, მე მეგონა რაკეტიჩი მოვიდო და შემდეგი და მაგით არა ვიღე დეკუ და ეხლა დეკუ რაკეტიჩი ერთად თუ იქნება, მაგრამ აი უნდა გარისკო რაღაცა. ბიჭო, ხო, მაგრამ ყურე, მე ვიფიქრე დეკუ აიყონსო და მე შემდეგი უეჭველი რაკეტიჩი ათქო და დეკუს მისტერიაში რო რაკეტიჩი ამოვიდო და რა მეგონა. ვინ დარჩა ახალმწიფოები? ზიდანი. ჩემ ერთ უეჭველი ზიდანი არის, შანსი არის ზიდანი არის. რაკეტიჩი. ერთი ზო. ზიდანი არის ახალმწიფოებიდან დარჩენილი. ოღონდ ზიდანი. რომელსაც ნათამაშები აქვს სამსოფლიოზე. და შეიძლება ბლაჟ სიშკოვიჩი იყოს მისი უზნაი. რა ვიცი, ასგაი. ანუ ასაკობრივ ნაკრებებში 4 გოლი აქვს გატანილი, ნიშნავს რომ ეროვნულ ნაკრებს არ ვთვლით აქ. ქვედა ასაკობრივ ნაკრებებში. ანუ შეიძლება ეროვნულ ნაკრებში 70 გოლი აქვს. შეიძლება ვაფშე არ შეიძლება უთამაშია. საერთოდ არ უთამაშია. კი ბატონო. ბლაჟი, გავს ხორვატს. კიდევ ერთხელ. სიშკოვიჩი არ გავს? მაგრამ ნახე, ბლაჟ სიშკოვიჩი შეიძლება იყოს ტიპი, რომელიც სკობლართან ერთად მარსელში თამაშობდა. და ზიდანს ევასებოდა. უზნაი. კაცმა არის. ეხლა თქო ზიდანს აძლევ. მოდი, არ მომცემ ზიდანს, მაგრამ მოდი. შოუ დავდგათ თუ რაღაც ასე. და დეკუ. არა, იყოს მისტერი ბოქსი. ზიდანი არის ხო. ვიკიპედიის გვერდზე ამ ფეხბურთელზე ვკითხულობთ, რომ მისი ერთ-ერთი კუმირი არის ბლაჟ სლიშკოვიჩი და არ გამოურიცხავ, რომ მართლაც საფრანგეთში გაიცნო ზინედინ ზიდანმა ეს ადამიანი. აუ მე ვადავები ბიჭო. აურა დავაკამბეკე ბიჭო. აურა დავაკამბეკე. სეგუნდიდან ნახე რომ აღზევდი ეგრევე ზიდანი კრისტიანო რონალდო სუარეს. უფ. და ბოლო ფეხბურთელი დარჩა, რა მნიშვნელობა აქვს თელი დახარჯე? რაკეტიჩი? ოღონდ რა თქმა უნდა, შენთვისაც მაქვს მისტერი ბოქსი. სოფლიო ჩემპიონია ეს ფეხბურთელი, ვისაც გთავაზობ. 23 გოლი აქვს ნაკრებში გატანილი. და პირველ პროფესიონალურ კლუბში სადაც ითამაშა, გოლი არ გაუტანია. პირველში, მე გაიტანა კლუბებში. 23 გოლი ნაკრებში. ნაკრებში 23. და სოფლიო ჩემპიონია? სოფლიო ჩემპიონია. სოფლიო ჩემპიონია. სოფლიო ჩემპიონია ეს ფეხბურთელი. ანუ ესე იგი. გერმანია, ესპანეთი, ბრაზილია არა კაცო. ბრაზილია შეიძლება. ბრაზილია იქნება უფრო, მეტყვი 23 გოლი ბრაზილიელს ექნება. ბრაზილიელი ნახევარმცველი. 23 გოლი გაიდა ნაკრებში. ნაკრებში აქვს 23 გოლი. ბრაზილიელი ნახევარმცველი მინდა ეხა აქ. ბიჭო. აუ მაგის მეშინია ზუსტად 23-ია კაკრას. რასოს კაკას ამ გოლი ნაკრებში გადა. 23 თუ 26 თუ რაღაც ეგრე აქვს უეჭველი მახსოვს რომ 20 რაღაცა აქვს. იცი სად იყო პრესინგში გქონდა თამათ და კაკას გქონდა შენ თამაშობდი კაკრას ჟაირ ზინიო და ვიღაცაა. და მე მგონი კაკას 23. მოიცეწე. მისტერი იყოს. კაკას იმედით. ალბათ არავის გაგიკვირდება თუ გეტყვით რომ კაკა არ არის. რეალის კაკა რა არის. ეს რა თქვა მე ეცე მე ნიშნებები იყო 23 გოლი ნაკრებში. არ გაუტარა სოფლიო ჩემპიონი. პირველი კლუბი დაიკიდეთ ეს. მე რა რაკეტიჩს მაინც ეძებს გონი. ერთი წამი რა. იტალიელი სოფლიო ჩემპიონი ვერ იქნება. არა რეალში. ესპანელი 2010-ში. 10-ში ვინ უბრალოდ. 10-ში ნახევარმცველი ვისაც რეალში უთამაშია. გერმანელიც. ბიჭო გერმანელი არ იქნება. ბაპტისტა არ არის მე მოსული ჩემპიონი. ხო ერთ ორში არის. შევეძეთ მაგიჟებთ უკვე. იმიტომ რომ გარშემოტრიალებ და როგორ ვერ ამბობთ ვერ ხვდები. გარშემოტრიალებ. ანუ ყველაფერი ახსენეთ. მისი ქვეყანა ბრაზილიელია? არა. ესპანელი? არა. იტალიელი? არა. ხადაობ გერმანია რა ნაირი? გერმანელი ვინ არის? გარდა ვინ არის კიდე აბა? მაიც არ წამი. ერთი წუთი. რეალში? გერმანელი ვინ არის? არის ბიჭო გამო ეს გარდა მეც არ გეტყვი ორი კაცია. ოპა! ეს თუ ოზილი. ოპა! კაკას იოზილი ჯობდა საერთოდ რეალის ოპა, რა თქმა უნდა იოზილი. რაკეტიჩის იოზილი ჯობია. რეალის კაკა. რეალის კაკას. ხო კაკა. ხო, მაგრამ ხო. ხალხო კიდევ იქაური ისა, მაგიტომ არ ჩავს ვირო ვიღაც რო წაიკითხავს ვა კაკა ყავს თუ რაღაც. ბიჭო იოზილი გერმანელი ყავს შანსო თურქი მაშინ. შვენიერი გუნდები ყავთ. მოდით დავიწყოთ. ტატო, შენი გუნდი, წარგვიდგინე, მისი ძლიერი ფუსუსტი ხარია. ხო, ჩემი გუნდი არის ეგეთი. კარში დგას კეილორ ნავასი. ფლანგები ყავს, მაროჩე, ბურდღონი რა, ყველაფერს. და აქეთ მარჯვნიდან ცოტა ისეთი ტიპი მყავს, რომ ცენტრში უნდა შეირბინოს ხოლმე და მაგითო გათავისუფლებს. დანი ალვეშია აქეთ ფლანგზე.
მარცხნივ რობერტო კარლოსი. თავისუფლად შეიძლება დავა იმას, რომ ისტორიაში საუკეთესო ფლანგის მცველები შეიძლება. ხო, ნახეთ, ხო ამბობ თუ? ცენტრზე შეიძლება დავა, რომ ისტორიაში ყველაზე ცუდი ცენტრი გყავს ახლა. და მე მყავს საუკეთესო ცენტრი რომ ყველაზე ცუდს ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთ-ერთს დაუყენებდი წინ სიტყვას შედახმებას. ნუ კაი, დანიელოშ კარლოსი ახლა ნუ აი სასწაული. მარკესი ძალიან კაია, მე ძალიან მევასებოდა, ჩემ ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო იმ ბარსაში მართლა, თავისი გზელი პასის გამო. არავინ წერს ძალიან გასწავს. ხო, არა, ნუ წერალი არა. ფეხბურთელი. ფეხბურთელს ვერ დაგასწავ. ძალიან მიყვარდა, იმიტომ რომ მართლა შესანიშნავი გზელი პასი ჰქონდა და საყმენათაც თამაშობდა, თამაშობდა, მაშინაც მევასებოდა ნაკრებში პლუს მექსიკის ნაკრებში 140-დან მეტი თამაში აქვს თუ რაღაცა. აი, იქით ყავს ჯონათან უდგეიტი, რომელიც აი, ხო წევი, რამდენიმე იცის უდგეიტი რომ ფეხბურთელი იყო საერთოდ რომელიც რეალში რო დებიუტი ჰქონდა, რომელსაც რეალში დებიუტი ჰქონდა. პირველივე შეხვედრაში თავის კარში გაიტანა გოლი საჯერემოს ხაზიდან თავით. რაც ძალიან იშვიათი სანახაობაა ზოგადად, მაგრამ ამ პირველი სადებიუტო შეხვედრაში მოახერხა, მე დაიმტრა, მე დააბრუნდა, კიდე დაიმტრა და მე გააგდეს გუნდიდან. მაგრამ ლიდში კარგი იყო, ნიუკასლშიც აღარ ვარ. ნუ ვერც კი აპრავებ. ანუ არა, ცუდიც არ იყო, ანუ ვერ ვიტყვი ცუდი იყო, ვაფშე არ იყო. კაიტატორა. ვაფშე არ იყო, ეს ამ ტიპი ვაფშე არ იყო. ანუ მე ცენტრალში მყავს ერთი. ბლენკი ყავს. მარკესი მყავს აქ და სიცარიელია. აი, შავი ისო არის, სიცხვრის გასახსნელი. სანამ გახსნი ქარაქტერს რომ შავი არა, ეგეთი ტიპია. ნახევარდაც უკვე ძალიან ხალი რო ამოხსნა და ხალი ფეხბურთელი ჯობდა რა. ნახე რა სექსიზმია რა. რა პირიქით გითხო ხალი ჯობდა. მაპი ლეონი ჯობდა, აი მაპი ლეონი რომ ყოლოდა. სექსიზმი რა შუაშია პირიქით ხალი დაჟეო, ნახე დაჟე თუ პიკე ხა ყველა ფეხბურთელი ჯობია ხა. ნახე დაჟე იყო თავი პრობლემა. ბუსკეტსი ნახევარდაცვას გადავიდეთ. ბუსკეტსი შესანიშნავი. ერთ-ერთ საუკეთესო თავის პოზიციაზე რეჯისტრებს ხო ნახოთ ეგრე. იქით ტონი კროოსი და აქეთ ზიდანი. აი კროოსი რასაც დააკლებდა ცოტა კრეატივში ზიდანი აუ ზიდანზე რა გაუმართლა. და ფორვარდები კრისტიანო რონალდო. ყველა დროს მეორე საუკეთესო ფეხბურთელი. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში. შენთვის არ არის მეორე საუკეთესო, ჩემთვის მეორე საუკეთესო. ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ისტორიაში იგივე. მეორე საუკეთესო ფეხბურთელი. იგივე, მეორე, არ ვიცი, მარადონას დასუშვებ. და პელეს მარადონა მეორე. კაი, კრისტიანო რონალდო მარცხნივ, ცენტრში ლუის სუარესი. ესაა ჩემი გუნდი. და მარჯვნივ? ა? მარჯვნივ გაიტანეს ვინ არის მარჯვნივ? მარჯვნივ მყავს. ძალიან კაი ბიჭია. ავალ, მომავალი მესი. იამალამდე სხვადასხვა რეკორდების ფლობელი ბარსელონაში. ეს ბიჭი მესის მოუხსნა ძალიან ბევრი რეკორდი რო იცოდეთ, ეგ ბარსას, რომას, მილანის ფეხბურთელი. სიმაღლეში ხტომის რეკორდი. არა, მარტო ახალგაზრდა ასაკში მესის რეკორდები აბა მოხსნა და ყველაზე პატარა ტიპი ეს იყო რაღაცეებში ჩემპიონთა ლიგაზე გოლი ბარსას ისტორიაში პირველი რაღაც. შვენიერია, შვენიერია. შვენიერი გუნდი. მოდი მაყურებელს ვუწყირო, ანუ ტატოს ყავს ბოიან კრკიჩი, უდგეიტი და მარკესი. მე მაგას ვინიშნავ. ანუ ეს ვთქვათ. ეს ვახო ამბობს მაგას. მე შენ ზიდანი. რო ყავს დანი ალვეში, რობერტო კარლოსი, ზინედინ ზიდანი და კრისტიანო რონალდო და ლუის სუარესი. ლუის სუარესი. ანუ კაი, მე მაგას ვინიშნავ. ზიდანი, სუარესი, კრისტიანო რონალდო, ბუსკეტსი, კროსი, დანი ალვეში, რობერტო კარლოსი. ბარსა რეალის ყველა დროის საუკეთესო მეკარეები ვინ არის? უდგეიტი და კრკიჩის იმას ავი. ბარსა რეალის საუკეთესო მეკარეები, საუკეთესო მეკარე ბარსა რეალის წყოში ყოფილა ისტორიაში, მაინც თქვენი აზრი. რამალეცი. ვინ ყოფილა? რამალეცი არის, მე ყავს კასილასი მეგობრებო. სუბისარეტა. კარში ყავს კასილასი, ბევრი ვარიანტი. დაცვან ყავს არბელოა, რამოსი, პიკე, მარსელო. არბელოაშთვის ძალიან. აი, არბელოს ვიწერ, არბელოს ვინიშნა. კაი, მესმე რამოსი, პიკე, მარსელო. კაი, არბელოს. რამოსი, პიკე, მარსელო, არბელო. არბელო ცოტა. კაი, არბელო, გაზარია, არბელო ეგეთი ცუდი არა. აი, კაცი არ ამბობდა ვაფშე მე ფეხბურთელებს და ეგეთი რა შენ როგორ დაცვაც ყავს, მარკესაც ჯობია და იმასაც რა ქვია. მარკეს არბელო რა ნაჯობია. ჯობია მარკეს არბელო. კაი, ხარა. კაი, შენი აზრია რო არ ჯობია. კაი, ნახევარდაცვა ყავს ჩაბი, ჩავი, იოზი. მის უკეთესი მოსაყნავია თქო თუ არა. ბიჭო, მე მგონი რომ მეტი ჯობია მარკეს არბელო. კაი, ხო მარკეს. სხვა კრიტერიუმი არ ვიცი მე. მაგით თუ გინვასება შეიძლება. მაგას ვერ შეგედავ. უფრო კაი გუნდში თამაშობ, უფრო კაი გუნდში თამაშობ. ეგ შეიძლება კი ბატონო. ჩაბი, ჩავი, იოზილი ყავს ნახევარდაცვა. შვენიერი. ანუ მე მგონი, რავი, იოზილი, ანუ ჩაბი და ჩავი. ჩემ ნახევარდაცვას არ ჯობია. შენ ზიდანით მაჯობე, თორე? ჩემსაც არ ჯობია. რა? ჩემსაც არ ჯობია. ზიდანით არ ჯობია, მაგრამ ოკეი. შენ ყავს ისა კროსი, ბუსკეტსი. ბუსკეტსი, იოზილი. ჩაბი ზიდანი დავაჯახოთ. ახალგაზრდაცვი ჯობდა იმ მისტერი ბოქსის გამო რთული არის. ხო, ნუ ზიდანი ჩაჯდა. ჩაბი, ჩავი, იოზილი და შეტევან ყავს ფიგუ, ბენზემა, დემბელე. არა, ძალიან კაია. ნუ ბენზემა. აი დემბელე. აუ რა. დემბელეა. იუდას ისა, იუდას ასტავ იყავს შენ. ფიგუ და დემბელე ერთად. და ბენზემა ისა რა ქვია, ძმა კაცს რო პორნო გაუცელა.
ძალიან ცუდი ხალხი. ანუ როგორც ფეხბურთელები, კარგი ხალხია, მაგრამ როგორც შეგახსენებო დემბელეს მაგათ რობინიო გიჯდებოდა მან კიდე. არ მინდოდა. ხო, ციხეში ეს. ხო, არ მინდოდა რობინიო. ანუ შენი მენა. ლუკა, შენი გუნდი. ნაზირლების გუნდი. მოდი მე ფული დამჭა, ძმა. კი. რამოსი კი. ყველას დაგჭათ ისე. ყველაზე მეტ მე დამჭა. შენ დაგჭა 100, ტატოს 100 და ლუკას 30. მე 100 მილიონი დამჭა. მე 100. კარგად ივაჭრეთ. მესიზე წაგონყოლოთ. ლუკა, ხო და მე ჩემი აზრით ისევ წინა დრაფტსაც ეკუთვი და აქამდე ვიტყვებოდი ხოლმე მეთქი. და ეხლა მართლა საუკეთესო ყავს და ეხლა მართლა საუკეთესო ყავს რა. თან ვინიშნავ, აი ვის ყავს, ყველა სტარები ყავს და ყავს აი ფლოპები რა. ფლოპები დემბელე ჩამიჯერა ფლოპებში. ხანერები მეშელება. რამდენი გოლია ფლოპებზე მეუნები? ხო, მაგრამ ბარსაში 200-ამდენი არის გადახდელი დემბელე. ეგ ეხა ბარსა ბოდიში და ბარსა მე აფიში რაღაცა 200-მდე. არბელო. ბარსა თუ აფიში ვარ ოდიში. არბელოა დემბელე ყავს შენ. ბოიანი, მარკესი, უდგეიტი ყავს. მარკესი ამოშალე მაქსიდან აა ვერ ამოშალე. კაი, კაი, არბელო ამომიშალე, დემბელე არა, ოროსტო. პიკეს გამოჩენამდე იყო უილთან ერთად ზათშვის ცენტრის აი ბურჯი. მარკესი ფლოპი არ არის. ფლოპი არა, მაგრამ სტარები ყო სუ და არის ამოვარდი. მე დემბელე ჩამიწერა ფლოპში და მარკეს საერთოდ დემბელე შეჭრა 5 წლის განმავლობაში ჩემზე ცოტა თამაში შეტარებული. შენი გუნდი მე მყავს ორი ეგეთი. მე მყავს ვაღიარებ ორი ეგეთი. მე მყავს პინტო კარში და დესტი მარჯვნივ, მაგრამ ეხა დაიწყო. აბა. დაცვაში ვარანი, პუიოლი და აბიდალი. ნახევარდაცვა. მგონია რომ ვარანი პუიოლი აბიდალი. ვარანი რეალში? ანუ მე დანიელში და კარლოსი ვიყავს და შენ ვარანი პუიოლი აბიდალი. ვაღიარებ დაცვაში მაჯობეთ. რამოს კი მარსელო. ვარანი რომელმაც 30 წლის ასაკში კარიერა დაამთავრა. მე რა. შენ ნახე შენ ვერ ითამაშებ. დესტი, ვარანი, აბიდალი. შენ გამოხალ სათამაშოდ. ნახე 4 მცველიდან 3 ყავს ტრავმირებული სულ. არა, ვარანი რატო იყო ტრავმირებული? ერთ საერთოდ ქიმიოთერაპიას გადავ. არა, პრაიმში ვიყავ. პრაიმში იღებ. მაშინ დემბელე ამუშალე. დემბელე ბარსელონას პრაიმში პუიოლი სულ ტრავმირებული არის. რა სულ ტრავმირებული არის? 34 წლის ასაკში დაამთავრა კარიერა, იმიტომ რომ ტრავმა ჰქონდა იმდენი ვერ ინტერესებს კარიერა როდის დაამთავრა. ვარანი სულ ტრავმირებულია და აბიდალი ქიმიოთერაპიას. მეგობრებო, ეს ენა აფერისტები, დემბელე და დესტი თამაშობს მარტო. კარიერა, დესტის ტრავმირებული. კარიერა არ მაინტერესებს დაამთავრა. ეგენია, ანუ 3 მცველი, 4 მცველიდან 3 ყავს ქრონიკული ტრავმირებული. ღმერთი, ყურება ღმერთი. დემბელე, პრაიმ დემბელე. ან მე მყავს პუიოლი, აბიდალი, იმ ტოპ საუკეთესო ბარსელონას ორი ძირითადი ფეხბურთელი და ვარანი მყავს ასევე რეალის საუკეთესო. დესტი და პინტო არის ჩავარდა. ნახევარდაცვა. რავი, მე მგონია რომ შევერკინები ყველას. კაზემირო, ინიესტა, მოდრიჩი. ო, ბაზარია. რა თქმა უნდა, შევერკინები. ჩემი ჯობია მაინც, მაგრამ არ ვიცი. ზიდანი მოდრიჩინი. არა, მე უნდა შემერკინო იდეაში. მოდრიჩინი. მე უნდა შემერკინო და იდეაში. შენი თავდასხმა მეგონა საუკეთესოა. და თავდასხმა ლიონელ მესი მყავს. დიახ. ამით მგონია რომ მოვიგე. საუკეთესო სოფლის საუკეთესო. რონალდინიო და იგუაინი. რონალდინიოს ასორად ამბობ გვარს. რატო? პორტუგალიურად უნდა თქვა. ხონალჯინიო. 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 ან რონალდინიო მესი მყავს, აზრი არა აქვს. მე რო კრიკიჩი არ ყავს. ხო, მოიგებდი, მაგრამ ეხა კრიკიჩი მყავს. ფიგუ მყავს რა. რონალდინიო მესი მყავს. ხო, მაგრამ რას უზავენ რამოსი კი მარსელო. რონალდინიო მესი. შენ დაცვას ჩემი ბენზემა გოლს გაუშვებს და ბევრს გაიტანს ალბათ. ძალიან ბევრს გავიტან. და ძალიან ბევრს გაუშვებს. არა, ბოდიში, ძალიან ბევრს გაუტანს სტატოს გუნდს. კაზემირო მყავს. ჩემს გუნდს ვერ გაუტან, ძალიან ბევრს. კარში ვინ ყავდა? პინტო. და შენ რა გინდა, ხო ფიგუ ბენზემა დემბელა პინტოს ვერ ამოწენია? რონალდინიოს ყველა სამი. მე მგონია რომ საუკეთესო გუნდი მე მყავს მართლა. ყველას ეგრე უნდა გეგონოთ ეგრე მთელი. Let's go რა საუკეთესო. არა, ვახოს არ დათაკა. ვახოს გუნდი არ დათაკა. რატო? აი და შენი გუნდი არანაირად. შენ რა, ფიგუ შენ ხავს, დაივიწყე, შენ დაივიწყე. ბენზემა, დემბელე, ფიგუ. აი, აპა. მეგობრებო, მადლობა. მესი მაყურებელმა გადაწყვეტეს. ჩავი იოზი. ყველას მესმის რომ თქვენი გუნდი გიყვართ, მაგრამ მაყურებელმა უნდა გადაწყვეტოს დაანჩენ. მესი რონალდინიოს იმედია მოდი ესე დაასრულებს. ვიტყვი, ყველას დაბალანსებული გუნდი. მე მყავს. ყველას დაბალანსებული გუნდი ყავს ვახოს. აბა რა. ესეთი რა. კი ხა დემბელე. ან არც რო ბევრს გაიტანს, არც რო ბევრს ან გაუშვებს. ყველაზე მომენტი ხარ რა დაფიქრე ყველას დაბალანსებული გუნდი. ფლოპებიც ისეთ ფლოპები ყავს რა, არბელოა და დემბელეც ხა ოქროს ბურთია გასმოგებული ხო? კი სხვა გუნდში მაგრამ. ერთი ფლოპი. ანუ ყველას დაბალანსებული, იმიტომ რომ იმას ორი კატასტროფა ყავს, მე ორი კატასტროფა მყავს, ნახდათ. მე უდგეიტი კრიკეტში მყავს. მაგრამ სამაგერად მესი რონალდინიო. ხო, მაგრამ შენ მიტევა. არა, კი, მაგრამ მე ზიდანი და კრისტიანო რონალდო მყავს. ხო. მესი თუ კრისტიანო რონალდო. აუ, რა მაგარი კითხვა დასვა.
მადლობა მეგობრებო. სუარესი მყავს კიდე შეტევაში შენ იგუაინი. თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ მე წავალ თქვენ. არა, მადლობა. არა. დაალაიქეთ ვიდეო მეგობრებო, აიციო. აი გუნდები გამოვიდა ჩემი აზრით. კი, რა თული იყო აქ მოსული. დაალაიქეთ. ვახოს ყველას დაბალანსებული გუნდი ყავს, მაგრამ ჩვენ იმდენი სტარი ყავს, რომ ეს ვიღაცა Star Power-ით ჩვენ ძალიან. და ვიღაცა ტიპები უნდა ყოლოდა რა. მე არ ვეთანხმები. ეხლა მე არ გამიმართლა, ეხლა დესტი მომცა და პინტო მომცა იმაში, მისტერი ბოქსში. აგერ განახილეთ. ზიდანი მიიღო. გამოკითხვაში თუ არ მოგიგო. ზიდანი მიიღო. ავიღეთ, ბაო. ბრაჟ ვიღაცით. ზიდალი იოზი. მეგობრებო, გამოკითხვაში ხმა მომეცით უანახოთ რომ ცდებიან და მე ხო საუკეთესო გუნდი. იმის გამო. პოლიტიკა ხო შეცვალე. ჩაწერა ის კიდე. არა, ეხა ვიდეო ხო, ანუ მაყურებელს რომ მიმართო რომ ხმა მომცენ რა მე. არ ვიცი მოხდება თუ არა, მე მიეც. არ მიცეთ ხმა, ვახოს. ხოლში მომეცით აშკარად. ხოლში ვიცი რომ ტატოსო დაინახავთ, მისცემთ ხოს, მაგრამ მესისაც ხო დაინახავთ. ნახე, ხალხო, ნახე, შეურაცხყოფას გაყენებთ ეს ადამიანი, ანუ გონიათ, ამ ადამიანს გონია რომ თქვენ აზროვნება არ შეგიძლიათ, ამიტომ ამ ეს ადამიანი ხმას არ იმსახურებს. ხმა მომეცით მე, მეგობრებო, მაინც პოლიტიკაში რო ახლა მანიპულაცია. ახო, ვისაც გინდათ იმას მიეცით. აუ, რა დამპალია. ჩემთვის თავარია ხმა მისცეთ. ხო, დააჭირე. ეგაა, აი. აუ, არ და მე ფულის პონჩი არ გამიჩნდა.